ვიმყოფებით ახლა მოგეხსენებათ სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე, 21 წლამდე ჩემპიონატზე და ჩვენი პროლიცენზიის მეოთხე მოდული სწორედ შეეხება უმაღლეს დონეზე, უმაღლეს საფეხბურთო შეჯიბრებას. ერთ-ერთი ესეთი შეჯიბრება არის ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი, რომელზეც საბედნიეროდ ჩვენი 21 წლამდე ნაკრები მონაწილეობს და სწორედ ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ ჩატარებული იყო მეოთხე მოდული პროლიცენზიის და რომლის ფარგლებშიც ჩვენს მწვრთნელებს, რომლებიც გახლავან ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, ასევე ჩვენი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები მიეცათ საშუალება დააკვირდნენ საქართველოს პოლონეთის მატჩს, საქართველოს საფრანგეთის მატჩს და ასევე გუშინ იყვნენ ჩვენი მწვრთნელები გერმანია სლოვენიის მატჩზე. ამ სამივე თამაშის ტექნიკა-ტაქტიკური ანალიზი გაკეთდება და სრულად იქნება დეტალურად იქნება შესწავლილი როგორც დაცვითი მოქმედებები, ასევე შეტევითი მოქმედებები, გადართვები, სტანდარტული მდგომარეობები, რაც უშუალოდ შემდგომში ამ მწვრთნელებს მიცემს უდიდეს გამოცდილებას, რომ ეს ყველაფერი გადაიტანონ თავიანთ ყოველდღიურ პრაქტიკულ სამუშაოში. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სულოცავ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებ, რაც შეეხება სამსვლელო განათლებას, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს და რაც შეეხება თვითონ სლოვაკეთში იყოფნას, ჩვენთვის თითეული წევრისთვის, მწვრთნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ გასვლა და უფრო მეტი გამოცდილების მიღება აი ამ თამაშებზე დასწრება. ამისთვის მადლობას ვუხდით ფეხბურთის ფედერაციას, არა მარტო ეს წინა მოდულზე თურქეთში ვიყავით, ეხლა აქ ვართ სლოვაკეთში, შემდეგი კიდე როგორც ვიცი იგეგმება ნიონში, შვეიცარიაში და ეს ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემთ თითოეულ ჩვენთაგან. თუ სწავლა გინდა, განვითარება გინდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საშუალება. მიიღო საბაზისო ცოდნა, რასაც უკვე შემდგომ შენს ყოველდღიურ ასე ვთქვათ პრაქტიკაში გადაიტან და გამოიყენებ. ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში წაადგება ქართულ ფეხბურთს, რაც მეტი განათლებული მწვრთნელი ვიქნებით და ჩამოყალიბებული დახვეწილი მწვრთნელები ვიქნებით. ქართულ ფეხბურთსაც შეეტყობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უსწავლელად და უცოდინრად ვერაფერი ვერ წავაძეინ და ესეც საშუალებაა, რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების.